გაიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს, მე ნინო მეუნარგია ვარ. დღეს ჩვენი საუბრის თემაა პროფესიული განათლება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 27 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით. ინტერაქტივის შეკითხვა საშუალება რომ კონტენტ მიიღებდით თუ არა პროფესიულ განათლებას. ღია ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 88 292 11 99. ახლა კი სატელეფონო ხაზია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების ცენტრის პარტნიორობის სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მარიკა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ქალბატონო მარიკა, როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეს ჩვენ პროფესიულ განათლებაზე ვსაუბრობ და რაც დრო გადის პროფესიული განათლება უფრო ხონადია უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს რით ახსნით ამას. ძალიან დიდი მადლობა რომ ეს კითხვა დღეს შორის ძალიან დღეს უკვე რამდენჯერმე მკითხეს ეს და ძალიან სასიამოვნოა რომ ასე ვთქვათ ჩვენ ვფიქრობთ ამაზე რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს იმასთან რაოდენობა გაიზარდა. პირველი ალბათ ჩვენს ყველამ თქვენ მედიამ განათლების სამინისტრომ ძალიან ინტენსიურად დაიწყო ამ საკითხზე საუბარი და ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას დავანახოთ ის რომ პროფესიული განათლება არის ნებისმიერი მისთვის და ის როგორც ადრე იყო თქვა მიჩნეული რომ მხოლოდ დაბალი აკადემიური მოსწრებით ადამიანები აბარებენ ასე შემდეგ ეს სტერეოტიპი ნელ-ნელა ირღვევა. ეს ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რაოდენობის ზრდის არის ეს. მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განახდა პროგრამები. აღნიშნული პროგრამების შექმნაში დამსაქმებლები არიან ჩართულები და შესაბამისად სტატისტიკური მაჩვენებლები ამბობენ იმას რომ იზრდება პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი. მაგალითად ყოველდღე ვატარებთ ხოლმე კვლევას 2016 წელს 50% დასაქმების მაჩვენებელი და მაგალითად შარშან იყო მხოლოდ 48. ყოველწლიურად გარკვეული პოზიტიური ტენდენცია აღინიშნება. შესაბამისად ესეც აძლევს ახალგაზრდებს იმის იმედს, რომ მათაც კარგად ისწავლიან თუ კი გულისხმობთ მოეკიდებიან საკუთარ საქმეს, აქვს შანსი რომ დასაქმდნენ და დაეუფლონ საყვარელ პროფესიას. კი ბატონო, და საინტერესოა თუ რას აკეთებს სახელმწიფო პროფესიული სწავლების განვითარებისთვის. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხიც, სხვათა შორის უკავშირდება თქვენ პირველ კითხვასაც, ვინაიდან გარკვეულწილად საინტერესოა და ყოველთვის ხდება ხოლმე ფოკუსში ექცევა ეს საკითხი, რომელსაც მთავრობა გასვავს თავის პრიორიტეტად და იცით რომ განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ პროფესიული განათლება პრიორიტეტად. ეს ახლა რაში გამოიხატება, ხო? ანუ ყოველ მაგალითად 2012 წლის შემდეგ გასამაგებულია დაფინანსება პროფესიული განათლებისაც თავისთავად ხარისხზე მეტნაკლებად აისახება. ანუ ინტენსიურად მუშაობა ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით. ბევრი შენობა როგორც სხვა განათლების დაწესებულებები ამ შემთხვევაშიც იყო მოძველებული ინფრასტრუქტურის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი გარემონტდა აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საჭიროა რომ თანამედროვე ბაზრისთვის საჭირო უნარებით აღჭურვოს ესეთი ტექნოლოგიური საშუალებებით. ანუ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წილია სამინისტროს მხრიდან. გადამაგისა ბიზნესმა გადმოდგა ნაბიჯი პროფესიული განათლებისკენ და მე გეტყვით რომ ამ კერძო პარტნიორობის ფორმატში უკვე ორი პროფესიული სასწავლებელია დაარსებული, სადაც თანადამფინანსებელი არის კერძო სექტორი. თავისთავად იმაზე მიუთითებს რომ არის დაინტერესება და იზრდება დასაქმების შანსი შემდგომში. ძალიან დიდი ინვესტიცია იდება მასწავლებელთა კორპუსის განვითარების მიმართულებით პროფესიული განათლების სისტემაში და ანუ ერთ-ერთი კიდე საინტერესო თემა და თუ მაქვს რო გეტყვით ხოლმე ამ საკითხი არის მეწარმეობის კომპონენტის სწავლება პროფესიულ სასწავლებელში, იმიტომ რომ მონაცემებმა აჩვენა რომ პროფესიული სასწავლებიდან გამოსული ადამიანები ძალიან ცოტა პროცენტული მაჩვენებელი არის თვითდასაქმებული. ჩვენ ძალიან გვინდა რომ აი მეწარმეობის უნარები განივითარონ, აი ხვალ 2 საათზე ინოვაციების ცენტრთან ერთად ტექნოპარკში იმართება პირველად პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების ჰაკათონი. სადაც ისინი საუკეთესო ბიზნეს იდეებს წარმოაჩენენ, დამსაქმებელთა ასოციაცია უწევს ამ ყველაფერს დაფინანსებას, ასევე ენერგოპრო ჯორჯია და ასე შემდეგ. კარგი, და საინტერესოა თუ რამდენად შესაბამისობაშია ჩვენთან დანერგილი პროფესიული განათლება უცხოურ ანალოგებთან.
და ანუ ჩვენ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, როდესაც განათლების ხარისხის ცენტრაზეც მუშაობს, ეს არის, რომ ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო იყოს ჩვენთვის სახელმწიფო. ახალი ჩარჩოა გამზადებული, რომელიც სწორედ ამ პრინციპებს ეყრდნობა და შესაბამისად ამ ჩარჩო დოკუმენტიდან გამომდინარე მტკიცდება შემდეგ სტანდარტების და პროგრამებით. აქედან გამომდინარე პასუხი თავსახად არის კი ის ახალი პროგრამები, რომლებიც ახლა იქნება აბსოლუტურად ითვალისწინებს და ფოკუსში აქცევს იმ ევროპულ მოთხოვნებს, რაც არის სხვადასხვა ქვეყნებში. კი ბატონო, და გვესაუბრეთ პროფესიული სწავლების მნიშვნელობაზე. დიახ. თუ შეიძლება გვესაუბრეთ დიახ მნიშვნელობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია? ესეც თავსახად მე არ შემიძლია ვთქვა რაიმეზე რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ ვთქვი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა აირჩიოს თავისთვის საყვარელი პროფესია. მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ პროფესიული სასწავლებელი თავისი განსხვავებული პროფესიებით ამ შესაძლებლობას იძლევა, ანუ ბედი არჩევანია. აქედან გამომდინარე ის კარგი არჩევანია იმ ადამიანებს, ვისაც უყვართ შექმნან რაღაცა კეთებით, პრაქტიკულად და ვისაც ნაკლებად აინტერესებს აკადემიური საქმიანობა და ასეთი საკმაოდ ბევრი ადამიანია. ვისაც მოსწონს IT სფერო, ვისაც მოსწონს აგრარული მიმართულებები. ამიტომ ბუნებრივია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მას დასაქმების პოტენციალი აქვს საქართველოში. კი ბატონო, გისმენთ? დიახ, აქედან გამომდინარე არის ის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თავაზობს მრავალფეროვნებას და ის ესე ვთქვათ, უმოკლეს დროში დასაქმების შესაძლებლობას იძლევა. ეხლა თუ შეიძლება ჩამოგვითვალეთ პროფესიები, რომლებსაც დაეუფლებიან სტუდენტები პროფესიულ სასწავლებლებში. მინდა გითხრათ, რომ 150 პროგრამა გამოცხადებულია. ესე გამიჭირდება, მაგრამ მე შემიძლია დაგისახელოთ პოპულარული ფოტოშოპის დასაქმების მაღალი მაჩვენებლი პროგრამები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბარომეტრი, რომელიც რეიტინგს ადგენს და პირველ ათეულში არის მოხვედრილი მათ ახლა მახსენთ მზარეულის პროფესია, ბუღალტრის პროფესია, ასევე სასტუმრო საქმის მენეჯერის პროფესია, ელექტროშემკეთებელი, ელექტროობასთან დაკავშირებული აქტივობები და ვებ დიზაინი, ინტერნეტ ტექნოლოგია. ეს ხარაც მახსენდება პირველად ჩამონაცვლიდან არის ეს ხშირად ასე ვთქვათ არჩეული პროფესიები. და თუ არის რაღაც გარკვეული სტატისტიკა, რომელ პროფესიაზეა უფრო დიდი მოთხოვნა? არის სწორედ რაც ჩამოგითვალეთ ახლა ეს პირველი 6 პროფესია არის მაღალ რეიტინგული თავისი ასე ვთქვათ მოცემულობით. კარგი და საინტერესოა ვის შეუძლია პროფესიული განათლების მიღება, არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი? დიახ, ასაკობრივი ზღვარი, ზედაზღვარი არ არსებობს. მთავარი პირობა ამ ეტაპისთვის, რომ პროფესიულ სასწავლებელში მოხვდნენ, არის ის, რომ 9 კლასს ატესტატი უნდა გქონდეს, იმისათვის რომ დარეგისტრირდე პროფესიული ტესტირებისათვის, შემდეგ ტესტირებას გაივლი და ასე ვთქვათ, მოხდე პროფესიულ განათლების სისტემაში. რაც ეხება სპეციალური საგანმანათლებლო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ პროფესიული ტესტირების ჩაბარება ესე ნარატივის არ უწევთ, ისინი პროფესიის მოსინჯვის გზით, პრაქტიკული მოსინჯვის გზით მოხდებიან და ბუნებრივია ყველაზე მომხიბვლელი არის ერთ-ერთი მომხიბვლელი პროფესიული განათლება 100% სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. გასაგებია და ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ უკვე აღნიშნეთ ის, რომ რეგისტრაციას გაივლიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები და თუ არსებობს სტატისტიკა, დავუშვათ რომელი პროფესიებისადმი არის უფრო ინტერესი მათი მხრიდან, თუ არის აი ამ გამოცდილება. გამოცდილება მაჩვენა, რომ ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება მზარეულის მიმართულება და ასევე სახელოვნებო მიმართულებებთან დაკავშირებული მიმართულებები და ასევე IT ტექნოლოგიები. ეს სამი სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ზოგადადაც და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ინტერესად ეს წარმოადგენს. დიახ, და არსებობს თუ არა შემდეგ დავუშვათ მათი დასაქმების რაღაც გარკვეული გარანტიები? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე გეკითხებით. დიახ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ განათლების სამინისტროს ეს ცოტა ფარგლებს ხდება დასაქმების საკითხი, მაგრამ ჩვენ შარშან ვიმუშავეთ ძალიან აქტიურად სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. მათ აქვთ შექმნილი თბილისში და რამდენიმე რეგიონში მხარდაჭერით დასაქმების სერვისი და ყველა ვინც გვისმენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვინც ეძებს სამუშაოს, სწორედ აი ამ სააგენტოს ფუნქცია არის, მათ ყავთ ეგრეთ წოდებული მხარდაჭერით დასაქმების სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარებიან გარანტირებული, რა თქმა უნდა, ეს კვოტირების სისტემა და ასე შემდეგ საქართველოში არ არის ფუნქციური, მაგრამ მათი მთავარი ფუნქცია არის მხარდაჭერით დასაქმების სპეციალისტების, რომ დაეხმარონ, გააყვნენ და დასაქმების შემთხვევაში ადგილზე მხარდაჭერად გაუწიონ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
განმავლობაში. და გარკვეული სხვა ბენეფიტებიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ადგილის მოწყობასთან, ვიცი რომ ახლა მთავრობაზე გატანილი ეს პროგრამა და ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება ჩვენი შეზღუდვების მქონე პირებისთვის თუ მივიდნენ სოციალურ სააგენტოში და უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ. დიახ, 27 მარტიდან 8 aprilის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება და მაინტერესებს დაუშვათ თუ უკვე შემოიტანეს დარეგისტრირდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ან დაუშვათ ჩაშანდელი მონაცემები თუ შეგიძლიათ გითხრათ. როგორც ვიცი, გუშინ დავიკითხე 50-ზე მეტი პირი იყო დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და საკმაოდ მაღალია წინა წლებთან შედარებით, იმიტომ რომ საგაზაფხულო მიღებაზე უფრო ცოტა ადამიანი მოდიოდა ხოლმე. ჩვენ მქონდა 200-300 ადამიანი შემოდგომის მიღებაზე, მაგრამ გაზაფხულზე ხშირად იყო წინა წლებში სულ 50 ჩაირიცხა მაგალითად და როგორც ჩანს წელს აქტიობა არის უფრო მაღალი, იმიტომ რომ მგონი გუშინ მონაცემებს გეუბნებით ახლა. კარგი და საინტერესოა შეძლებენ თუ არა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები განცხადების შემოტანას და რეგისტრირებას, რომელთაც ენობრივი ბარიერი აქვთ. დიახ, ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და ყველგან ხაზგასმით ვიმეორებთ ესეთ იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ საუბარი რუსულ ან სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, მათ შეუძლიათ რომ დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის დროს მონიშნავენ რომელ ენაზე უნდათ რომ ჩააბარონ ტესტირება და შეძლებენ ამ ტესტის გავლას. როგორც კი ისინი მიიღებენ სასურველ ქულას და ჩაირიცხებიან ამ თავის ტესტირების საფუძველზე, მათ ევალდებულებათ რომ გაიარონ ქართული ენის მომზადების კურსი. როდესაც ისინი ქართული ენის მომზადების კურსს დაასრულებენ, მხოლოდ მერე იწყებენ პროფესიის დაუფლებას. ანუ ასე ვთქვათ, ჯერ არის ქართული ენის მოდული, რომელიც საკმაოდ ასე ვთქვათ მოცულობითია 4-დან 6 წამდე გრძელდება. დიახ, და საინტერესოა, რამდენი ხანი გრძელდება სასწავლო პროცესი? ზოგადად პროგრამებზე. პროფესიული პროგრამები თავისი ხდებებით განსხვავდება ერთმანეთისაგან. თქვენ შეიძლება ნახოთ პროგრამა, რომელიც 1 წლის განმავლობაში ასე ვთქვათ დასრულდება. მაქსიმუმ 2 წელიწადნახევარი 3 წლიანი პროგრამები. იმ პროგრამებზე, რომელიც მოდულური პროგრამების პრინციპით არის აწყობილი, ადამიანს შეუძლია ვთქვათ გაიაროს ამდენიმე მოდული ერთად, ვთქვათ დასაქმდეს ან იმუშაოს, მე დაუბრუნდეს ეს ენახე. ეგეთი ასე ვთქვათ და ანუ ესე იმის თქმა მინდა რომ თითოეულ მოდულზე შეიძლება აიღოს სერტიფიკატი, მაგრამ თუკი კვალიფიკაციის მიღება უნდა და დიპლომი უნდა რომ მიიღოს, მაშინ ბოლომდე უნდა გაიაროს იმ პროგრამისთვის ყველა მოდული. დიახ, და სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას. კარგი, და ვინ არიან პედაგოგები, დავუშვათ მათი გადამზადება თუ ხდება ან დავუშვათ აი რომე ასაკობრივი ზღვარი თუ არის დავუშვათ პედაგოგების, ახალგაზრდები, აი ყველაფერი გვაინტერესებს პედაგოგების შესახებ. პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და არ მიკუსო გაინტერესებთ. ანუ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს პროფესიულ სასწავლებელში ძირითადად ასწავლიან ის ადამიანები, ვინც ამათი პროფესიას წარმოადგენენ ბუნებრივია, ვთქვათ მეფილე მოპირკეთების პროფესია სასწავლის ადამიანის პრაქტიკოსი მეფილე მოპირკეთებელია, თუმცა ასევე აქვს შეუძლია სწავლების კომპეტენცია. ეხლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა ახალი კონცეფცია ხედვა შეიმუშავა, რომელიც ესე უყურებს საკითხს, რომ შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიზიდოს. ამ ეტაპზე, როგორც ასე ვთქვათ, სკოლის საფეხურზე 50 წელს ზემოთ და 50 ადამიანები ასე ვთქვათ ჭარბობენ თავიანთი განაწილებით პროფესიულ სასწავლებლებში, თუმცა არის ანუ სახელმწიფოს ხედვა, რომ მეტი ახალი სიცხეა თვითონ კურსდამთავრებულები, რომლებიც გაივლიან ამა თუ იმ პროგრამას, მაგალითად სწავლების პრინციპებში, უკან დაბრუნდნენ პროფესიულებში. ამით აქედან გამომდინარე გაეროს მხარდაჭერით და ასევე GIZ-ის დახმარებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება მაინორი პროგრამა, რომელიც აი სხვადასხვა ვთქვათ აგრარული მიმართულების კონკრეტული რაც არის აგრარული მიმართულებაზე ვინც სწავლობს, თუ კი ამ მაინორს გაივლის, ეს მაინორი ასე ვთქვათ შეიცავს სწავლების კომპონენტებს, მას შეიძლება რომ პროფესიულ სასწავლებელში ასწავლოს, შემდეგ ეს მიმართულება. ანუ აი აქამდე ხო საკმარისი იყო ის, რომ პრაქტიკოსი ყოფილიყავი ვთქვათ და უკვე ასწავლები პროფესიულ სასწავლებელში და დღეს სქემა ცოტა იცვლება. კარგით, ქალბატონო მარიკა, დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი პასუხებისთვის. გისურვებთ წარმატებას. სატელეფონო ხაზზე იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების ცენტრის პარტნიორობის სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს
ერთმანეთს. დღეს ვსაუბრობთ პროფესიულ განათლებაზე, ინტერაქტივი შეკითხვა, საშუალება რო გქონდეთ მიიღებდით თუ არა პროფესიულ განათლებას. ღია ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 88 292 11 99 და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ და შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ რადიო იმედის ყოველდღიურ სოციალურ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს. ველი თქვენ სატელეფონო ზარებს ნომრებზე 292 11 88 292 11 99. დღეს ჩვენ პროფესიულ განათლებაზე ვსაუბრობთ. ინტერაქტივი შეკითხვა, საშუალება რომ გქონდეთ მიიღებდით თუ არა პროფესიულ განათლებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 27 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას, ჩამოთვლით ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებით. რაც შეეხება რეგისტრაციას, რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურს ცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ვიმეორებ საქართველოს მასშტაბით. წელს პირველად აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული რეგისტრაციის რეჟიმიც wet.msg.web გვერდის მეშვეობით. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ ერთზე მეტ პროგრამაზე. რეგისტრირებულ აპლიკანტს რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ შეცვალონ სასურველი პროგრამების სია, მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით. ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინარული გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს. ისევე როგორც წინა წელს, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება, მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისთვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, ჩვენ ვსაუბრობთ პროფესიულ განათლებაზე, ვიმეორებ ინტერაქტივი შეკითხვა, საშუალება რომ გქონდეთ მიიღებდით თუ არა პროფესიულ განათლებას. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ჩაგვერთო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების ცენტრის პარტნიორობის სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი. მან აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 27 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. ვიმეორებ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებით. მეგისურებ წარმატებებს და ვიდრე ერთმანეთს დავემშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp-G ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას და ვცდილობ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ კვირაში ჩვენ 5 წლის იოანე ძებნიაურს ვეხმარებით, მას ცერებრული დამბლა აქვს და ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა ჩინეთში, რომელიც 35127 ლარი ღირს. ასევე დარეკეთ ნომერზე 0917 082 ზარის ღირებულება ლარია. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.G და დაეხმაროთ დღევანდელ ბენეფიციარს. ვიმეორებ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პროფესიულ განათლებაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 27 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს, ასე რომ გისურვებ წარმატებებს. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულდა, მე სასიამოვნო შაბათ კვირის გატარებას გისურვებთ. დროებით შეხვედრამდე.